მშვიდობისა ქალბატონო ლალი, ნამდვილად შორი გზა გამოიარა ქალბატონმა ლალიმ დღეს იმისთვის, რომ ჩვენთან სტუდიაში ყოფილიყო ჩვენთან ერთად და ყველა საიდუმლო გაგვიზიაროს თუ როგორ მზადდება ნამდვილი სვანური მარილი და ნუ რა თქმა უნდა დიდებული კუბდარი ხო, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სვანური სუფრა. დილამშვიდობისა ქალბატონო ლალი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს ჩვენ მოგიმზადებთ სვანურ მარილს და აგიხსნით თუ როგორ აკეთებდნენ ჩვენი ძველი ბებიები და დიდი ქალები სვანურ მარილს, მაგრამ ამასთანავე მე სპეციალურად სვანეთიდან ჩამოვიტანე ფილთაქვა, რომელიც დამზადებულია ბალის ხლისაგან და იმის ბზის არის სანაყი. დამზადებულია ერთ-ერთი ხელოსანი, კარგი ხეზე მჭრელი ადამიანის სერიოჟა ქალდანის მიერ, რომელშიც დიახ, აქვთ რაღაცეებს, ისგან არის სვანური მარილის დამზადებისთვის აუცილებელია, აი ჩვენ ახლა დიდი მოცულობით ამზადებდნენ ძველად ადამიანები, ამზადებდნენ მცირე ულუფას, რომელსაც განსხვავებული სუნი ჰქონდა და განსხვავებული გემოც. და ამ წესით დავამზადებთ დღეს, რაც მე ბებია ჩემისგან ვისწავლე. ანუ რაც გამოიკვეთა არის მნიშვნელოვანი რომ იყოს ნატურალური ხე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო ესეთი კარგი გემოებით აჯერებს ამ სუნელებს და თან მნიშვნელოვანია რომ პატარ-პატარა ულუფებით მომზადდეს და არა სიტყვაზე ერთი დიდი ულუფა რომელიც მთელი წელი გვეყოფა ხო? იმიტომ რომ არომატები რო იყოს ესეთი ცინცხალი. მე დავიწყე ნივრის გარჩევა და თქვენ რომ მითხრათ რა ეტაპით ვიწყებთ საერთოდ და როგორ? აი პირველად ჩავყაროთ მარილი და მარილი და მაყურებელს ვუთხრათ ერთ ჭიქა მარილზე. ერთ ჭიქა მარილზე გავუკეთოთ 4 კბილი ნიორი და დავნაყოთ ფილთაქვაში. კი ბატონო, აქ გვაქვს ესე მოდი კოვზით რა დაიყაროს ციცაკა უკვე დამეხარა და მარილიც რო დამეხაროს ჯობს მარე მოაბნიე ცოტალი კოვზით ჩავყარო და ნიორთან ერთად უნდა ჩავნაყოთ. ამასობაში მაინტერესებს რა დაგჭირდება კუბდრისთვის. კუბდრისთვის დაგჭირდება ხახვი, ნიორი, სხვილად დაღერღილი ციცაკა, ქინძი, უცხოსუნელი და ყველაზე მთავარი ძირა, რომელიც მოდის ჩვენთან მთაში. და მე სპეციალურად მოვიტანე მთიდან დღეს ძირა, რომ გავუკეთოთ კუბდარში და იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის ნამდვილი კუბდარი. მარილი დიახ და ხორცის დამუშავებაც მაინტერესებს როგორ ხორცი უნდა დავკეპოთ წვრილად და მე შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს ხახვსაც დავჭრით, შევურევთ ერთმანეთს, შევანელებთ და დავაცხობთ. და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დანით და არანაირი არც ხორცაკები მანქანის და ასე. ხორცაკები მანქანაში არც მარილი არ უნდა გავატაროთ და არც ხორცი არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ თავისებურ სიმხურვალეს იღებს და არ აქვს ის გემო, რაც უნდა ჰქონდეს. გასაგებია ქალბატონო ლალი, მე კი დავიწყე დანახვა, მაგრამ არ ვიცი შემდეგ რას ვამატებთ ამ მარილში. აი აქვე არის ჩვენთან პატარა კოვზი. აქეთ რო გვასწავლეთ ყველა. იცი რა კაია იმის ხურება, შენ როგორ სწავლობ? აი ეგრე ძალიან მაინტერესებს, მართლა არ ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანი ქონდარია სვანურ მარილში და დავიწყებ ქონდარის ჩაყრას. აი ქონდარი ჩავყაროთ. შემდეგ რომელიც მოვიტანეთ, ნახევარი ჩაის კოვზი იყო თუ ფლიანი? ამ წუთში ამ მასისთვის ნახევარი ჩაის. ანუ ამ ერთი მარილის ნახევარი კოვზი. ეხლა ჩავყაროთ ქინძი, ოღონდ ქინძი უფრო გავსებული კოვზი ჩავყაროთ. ერთი ჩაის კოვზი ქინძი. ყვითელი ყვავილი. ჩვენებურად ზაფრანას ვატრეძახით, სვანურად ზაფრანა და მაგრამ ყვითელი ყვავილი, რომელიც აი ფერს მისცემს ჩვენს მარილს. გემოს არა მაინც და მაინც აი უცხოსუნელი. ჩავყაროთ უცხოსუნელი. და დაღერღილი ციცაკა. და თან ეს სანაყი აი ცხიმოვნებასაც შეძენს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ერთმანეთში კარგად ციცაკაის როგორი მოგწონს. ციცაკაც არ იყო ბევრი რაც დავინახე. იმიტომ რომ ზოგს არ უყვარს ძალიან ცხარე და ამიტომ მეგრელები არ ვართ ჩვენ. არა, ისედაც ხა მარილიც არ ამგონია რომ ზედმეტად ესეთი უნდა იყოს, მაგრამ და მივიღებთ ესეთ მასას. დიახ. უბრალოდ უფრო წმინდას, ხო? ფერზე უკვე არის. მე ფერით კი ვცნობ და ფერზე არის. უფრო მეტი რომ დანაყავ, უფრო კარგ ფერს მიიღებს.
საკმაოდ მარტივი არის და ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა ქალბატონ ლალი. ჩვენ ახლა ხორცის დაკეპვის ნაწილზე გადავარყულთ და ცომის მომზადების და მეორე ჩართვაში დაგიბრუნდებით უკვე კუბდარის სამზადისით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით უკვე ესეთი ცოტა შევსებული შემადგენლობით. ქალბატონი მადონა შემოგვიერთდა, ქალბატონი ლალი ჩვენთან ერთად არის. ვამზადებთ სვანურ მარილს და კუბდარს. ქალბატონ ლალი კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და მოგვიყევით ახლა თქვენ რა ეტაპი გამოვიარეთ აქამდე და მე ვაჩვენებ მაყურებელს მარილს და თან დავიწყოთ კუბდრის მომზადება და მოყოლა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე შევამზადეთ სვანური მარილი, რომელსაც ახლა ლიკა წარმოგიდგენთ და ამ დღევანდელი გაკეთებული სვანური მარილით შევანელებთ კუბდარს. და გაგასინჯდეთ. მარილი დავნაკეთხოთ, ეს ძალიან მარტივად მომზადდა, არაჩვეულებრივი არომატია და გამოიყურება ესე რაღაცნაირი ოქროსფერია. ქალბატონ ლალი მე პატიჟებოდა ნახეო ისეთი კარგი გამოვიდა, მოდი უნდა და იმას ქნაოი. უი რა კარგია. მართლა ცინცხავს სხვანაირი მდგომარეობა აქვს. გარდა ფერისა, ასევე კონსისტენციაც სხვანაირი მსუბუქია. და ჩაპრესილია ხოლმე, რასაც მე ვიძენ სხვანაირად არ გამომდის. კი ბატონო. და ახლა ამავე მარილს გამოვიყენებ კუბდარის შესანელებლად. მაშინ მოგვიყევით ახლა როგორ უნდა შევაზავოთ კუბდარი. ორა დიდებული. ეხლა დავკერპეთ წვრილად ხორცი, მიდოს ხახვი. ჩვენოთ მაყურებელს. მამაკაცის ხელი ყოფილა აქ საჭირო და მამაკაცები დაგვეხმარდნენ ხორცის დაკეფვაში და დაჭრილი ხახვი და ნიორი გვაქვს. ნიორი, დიახ, დაკეპილი ნიორი. ამას შემდეგ სუნელებს. ჩავყეთ, გავუკეთებთ ახლა სვანურ მარილს, რომელიც ახლა გავამზადეთ და დავნაკეთ. მე კი მანამდე შეგახსენებთ, რომ გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული და მოწოდებული, რომელიც მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და ასევე ეს ცინცხალი, ესეთ ვარდისფერი ხორცი გუდვილში ყოველდღიურად დაგხვდებათ მაღალი ხარისხის ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლი ხორცი, რომელიც მოწოდებულია ქართველი ფერმერებისაგან. დაღზე მოხვედრამდე პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას გუდვილის ხარისხის კონტროლის გუნდის მიერ. და ჩვენ ესე კარგად უნდა შეზილოს და ხო შეზილოს ხორცი. უნდა ცოტა დაარბილოთ სავით, აი თითქოს ახლა ხო? ხელში უნდა დაარბილო. დიახ. ძალიან კარგად უნდა შეეზილოს ერთმანეთს. და ამასობაში გუნდაც რო ვაჩვენოთ თუ შეიძლება მაყურებელს პარალელურად ქალბატონ ლალი როგორ აი გუნდა ხილი. აი აგერ გაქვთ ფქვილი. გავამზადებთ გუნდას, დიახ. რომელშიც უნდა ჩავდოთ ჩვენი გუნდად გაკეთებული კუბდარი. აი ეს. კარგი. და იცით რა მაინტერესებს კიდევ აი სვანურ მარილს კიდევ რა კერძებში იყენებთ? ყველაფერში თუ არის რამე ისეთი კერძი, რომელშიც არ იყენებთ? აი როდესაც ყველიან საჭმელებს ვამზადებთ ხაჭაპურს, ჭვიშტარს და ასეთ შემთხვევაში სვანური მარილი არის დიახ, რო თავისი არომატებისკენ აწევ. ხორცეულში და სხვა სალათები და რაც მზადდება დღევანდელ იმაში, ყველაფერში ვურავთ ხოლმე სვანურ მარილს, იმიტომ რომ შემდეგ სუნელის დამატებაც აღარ სჭირდება ალბათ არა? ადრეული ქალებიც ისე მარილს ნაკლებს უკეთებდნენ და სუნელებით მეტად იყო შეზავებული, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ჩასამატებელი სხვა სუნელები, რასაც ახლა ჩვენ მარილში ვხმარობთ. გასაგებია. ეს არის საიდუმლოება მაგ. აქ რო არ გამორჩეს მაყურებელს, რა სუნელები დავამატეთ ხორცში? ეს არის მთის ძირა, რომელიც აუცილებელია და ეს შეუძლია უფრო მეტი იყოს, რომ კუბდარის ძირითადი მასა ეს არის შესანელებელი. უცხო სუნელს, უცხო სუნელი. ყრით ქინძს, რა თქმა უნდა. პრინციპში ყველაფერი ის, რაც არის სვანურ მარილში და ცოტა მაინც უფრო და მთავარია დაღერღილი ძიწაკა. კი ბატონო. მარილი ხა გემოვნებით მე. კარგი. და ეხა ჩვეულებრივად გუნდას გავაკეთებ და შემდეგ მოვათავსებთ ხორცს, ხო? მეტი არაფერი არ სჭირდება ამ შემთხვევაში. ზემოდან უკვე გამომცხვარს ალბათ კარაქი უნდა გადავუსვათ თუ როგორ? როგორ გემოვნების მიხედვით. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ხო, მე პირადად ესეთი მშრალი მირჩევნია ხოლმე, ხო?
სვანურ კუბდარს არ უკეთებ. ხო. კი ბატონო. და რამდენ გრადუსზე ვაცხობთ და რამდენი ხანი? ჯერ ნელცეც გზებდებთ და მე უკვე რაც უფრო გახურებული იქნება, მით უფრო კარგად იხარშება ხორცი კუბდარში. ანუ ჯერ ცოტა ნელი ხორცი, ხო, ცოტა ნელი. და დრო, ანუ ხანგრძლივობა რამდენი ხანი ხანგრძლივობა სჭირდება? თვალის ზომით ხვდებით ახლა რამდენ ხანში, რამდენი მას აი რო შეხედავ კუბდარს გარედან უკვე მიხვდები მოხარშულია თუ არა. ხო, იმიტომ რომ ხა საკმაოდ დრო სჭირდება ხორცს პრინციპში. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს წვრილად დაკეპვა იხმარება იმაში, რომ მალევე მართალია მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ეს არის დახურულ სივრცეში, როგორც კუბდარი და უფრო მალე იხარშება. მოვათავსოთ ხო ერთი დღე შეიძლება თუ არის უკვე ჩვენი ხორცი მიზად. უნდა ჩავმატყურო ჩვენ მე შეგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი მოწოდებულია გუდვილის მიერ, რომელიც სანამ მოხდება დახლზე და სანამ მოხდება ჩვენს დახლზე, ლაბორატორიულად მოწოდდება გუდვილის ლაბორატორიაში. და აი ესეთ პირდაპირ ყველივით გუნდა გავაკეთოთ და მოუკრავთ თავს, მე ცოტა ხანს უნდა დავდოთ. იმიტომ რომ გაიწელოს ეს ცომიც დარგვიდეს და უფრო მარტივი გასაფრთხელებელია შემდეგ. აი ესე გავაკეთე. და მარტივი ხერხია სხვათა შორის პირდაპირ ხელში ამის ესე შეფუთვა. ეხლა ცოტა ხანს დავდებ, მეორეს გავაკეთე. მეორეს დავასვენოთ ესე ვთქვათ, ხო? დავასვენოთ. იწევა თავისით და რბილი ანუ ეს ხორცის სიმძიმე ამას რაღაცნაირად გაშლის, ხო, უფრო? აი დიდი ღონისძიებები როდესაც არის აი სვანეთში დიდი ქორწილი, რამდენი ხნით ადრე იწყება სამზადისი? კუბდარი იმ წუთში ცხება, აი ცხელცხელი რო სამზადისი ხამის დაჭრა და ასე შემდეგ რა წინა დღით დაჭრიან. ხო, ხო? წინა დღით ჭრიან. და შექმაზვაც წინა დღით ხდება? არა, მე უფრო დაცხობამდე 1-2 საათით ადრე ჯობია, იმიტომ რომ გაუჯდეს სუნელების გემო და უფრო გემრიელი იქნება. კი ბატონო. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით ცხელცხელი კუბდრებით, რომელიც ქალბატონმა ლალი მოგვიმზადა და სპეციალურად ჩამოვიდა დღეს ჩვენთვის სვანეთიდან. მადლობა ქალბატონ ლალი კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და მოვუყვეთ მაყურებელს რა ეტაპები გამოვიარეთ აქამდე, ხო, სვანური მარილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოიყურება ესე, არაჩვეულებრივად, რაღაცნაირი ესეთი სველი ქვიშასავით არის, ხო, ესეთი ცინცხალი ახალი მომზადებული. აბა გისმენთ. დილამშვიდობისა ისევ მოგესალმებით. დღეს ჩვენ დავამზადეთ სვანური მარილი. აუხსენით ჩვენს მაყურებელს და ჩვენს სტუდიის სტუმრებს, რომ რან სუნელებისაგან მზადდება სვანური მარილი, ოღონდ გავაკეთეთ ფილთაქვაში. და განსხვავებული ფაფუკი მარილი გამოგვიდა. შემდეგ ჩვენივე გაკეთებული მარილით და შესაკაზმი სუნელებით შევკაზმეთ ხორცი და გამოვაწყეთ სვანური კუბდარი, რომელიც ყველაზე ისეთი არომატია, არაჩვეულებრივი ნამდვილად და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელს არ უნახავს და არ გამოვაპაროთ ეს ნაწილი, რომ ხორცის დაკეპვა მამაკაცის საქმეა და ამიტომ მამაკაცები დაგვეხმარნენ იმაში, რომ ესეთ არაჩვეულებრივად და მადლობა მათ არაჩვეულებრივად დაგვიკეპეს ხორცი, შემდეგ შეიკმაზა და ღუმელში საჭიროებს გადაბრუნებას, ხო? ღუმელში გამოსაცხობად თქვენ ცხელ ლანგარზე გადაიტანეთ უკვე ფორმა მიცემული კუბდარი და შემდეგ როგორც კი ამოფუვდება, უნდა გადავაბრუნოთ, ხომ ასეა? ითქვა ისმება ესეთი, რომ ხორცი როგორ იმას შვება, როგორ ასწრებსო, მაგრამ ეს დახურული სივრცეა და ამ დახურულ სივრცეში თავისუფლად იხარშება ხორცი. ხო, ორმაგი სიჩქარე არის, ესე ვთქვათ. თქვენ ხომ არ დაჭრიდით და მე მანამდე მაყურებელს მოვუყვები, რომ გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული და მოწოდებული, რომელიც მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და ასევე ესეთი ცინცხალი ხორცი გუდვილში ყოველდღიურად დაგხვდებათ მაღალი ხარისხის ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლი ხორცი, რომელიც მოწოდებულია ქართველი ფერმერებისაგან. დაღზე მოხვედრამდე პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას გუდვილის ხარისხის კონტროლის გუნდის მიერ და შემდეგ ხდება ჩვენს დახლებზე და ჩვენს ოჯახებში. მაგრამ უფრო მეტი რო შეგხვდეთ. ხო, კი ბატონო, ნახეთ რა კარგად გამოიყურება და რა თქმა უნდა რა სჭირდება ჩვენს ქართულ სუფრას და კუბდარს თუ არა ბორჯომი.